ძალიან საინტერესო თემით ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ესე იგი, ვისაუბრებთ გადამზადებაზე, კვალიფიკაციაზე, რეკვალიფიკაციის ამაღლების ნაწილზე, SQSS-ის ამ შემთხვევაში სტანდარტიზაციის გამოწვევებზე. როგორ მოხდება კონკურენტუნარიანი, საჭირო თეორიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების მქონე კადრების გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით და ინდუსტრიის სხვათა შორის. ბატონ ზაალ ხელაძეს მინდა მივესალმო, რომელიც მწვანე ინდუსტრიის ცენტრის დამფუძნებელი გახლავთ. მოგესალმებით, ბატონო ზაალ. სალამი სანდრო. პირველ რიგში ძალიან საინტერესო თემას ვეხებით დღეს და კვალიფიკაცია, სტანდარტიზაცია, გადამზადება, რეკვალიფიკაცია ეს არის პირდაპირ ვთქვათ ყველა ინდუსტრიის თანაბარი გამოწვევა და რეალურად მართლაც მნიშვნელოვანი საკითხი იმისთვის რომ ჩვენ შევავსოთ HR-ი, ადამიანური რესურსის დეფიციტი ცალკეული მიმართულებით. პირველ რიგში დავიწყოთ აი სტანდარტიზაციის ნაწილით და შესაბამისად ვუამბოთ ჩვენს მაყურებელს უპირველეს ყოვლისა თქვენზე და შემდეგ გადავიდეთ უკვე სტანდარტიზაციის კომპონენტის ძალიან ვრცელ მიმოხილვაზე სხვათა შორის. კი ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გეტყვით იმას, რომ ჩვენ კომპანია ვართ, კერძო კომპანია, რომელიც გამოწვევების წინაშე ვდგავართ, იმიტომ რომ ყოველთვის გქონდა ჩვენ ცისფერ და თეთრსაყელოიანი პროფესიონალების გამოწვევები. ვემსახურებით ESCO-ს. ESCO არის მარტივად რომ ვთქვათ შევდივართ ბიზნესში ენერგეტიკულ ნაწილში. ვაკვირდებით მას, სადა აქვს გადახარჯვები, ასე ვთქვათ, ენერგო გადახარჯვები. შემდგომ ვაძლევთ რჩევებს და ამ რჩევების საფუძველზე ვახორციელებთ ამ ბიზნესს. ცოტა რთული წარმოსადგენია, მაგრამ წარმოსადგენი საჭირო კომპონენტია. ენერგეტიკა ახსენეთ, მოკლედ ჩაგეკითხებით, სანამდე გავაგრძელებთ საუბარს. ანუ საუბარი ეხება განახლებად ენერგიას, რა თქმა უნდა, საუბარი ეხება მწვანე ენერგიას, საუბარი ეხება რისაიკლინგს და ბევრ სხვა მიმართულებას, რაც არის. კი ბატონო. მაგრამ ნებისმიერ საწარმოში, ნებისმიერი ტიპის წარმოებების მიმართულებით ვახორციელებთ ამას. ეს იქნება ვთქვათ სამედიცინო დასესებულება, ეს იქნება საწარმო, მეღვინეობის დარგი, სასოფლო მეურნეობა თუ სხვა. ჩვენ ვცდილობთ ხარჯების ოპტიმიზაციის გზით მივიდეთ მარჟის გაზრდაზე. ამ მიმართულებით გვაქვს სასწავლო ცენტრი, სადაც ჩვენ ვახორციელებთ აი ამ წარმოდგენას, ჩვენი ასე ვთქვათ მეთოდოლოგიების და გვაქვს ჩვენი საწარმო, სადაც რომელშიც ამ განახლებად ტექნოლოგიებს ვაწარმოებთ. ეს არის ენერგოეფექტიანი ღუმელები, ეს იქნება თვორიტუმბოები, ჰიბრიდული ენერგოცენტრალები. რა არის ჰიბრიდული ენერგოცენტრალი? ჰიბრიდული ენერგოცენტრალი ეს არის განახლებადი ენერგოუტილიზატორების, ანუ ენერგოგენერატორების კომპლექსი, რომელიც გენერირებს ენერგიას, განახლებადი ენერგიასთან ყველაფერს ერთად. ეს არის კონტეინერიზირებული. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ამას ვიწყებდით და ამას ვემსახურებით, რა, ყოველთვის გვაქვს ჩვენი კლიენტებიდან ესეთი მოთხოვნა. კი ბატონო, ჩვენ ამას გავაკეთებთ, ჩვენ ამას განვახორციელებთ, მაგრამ ვინ იქნება ის ადამიანი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამის ოპერირებაში, წარმოებაში, ინსტალირებაში და ასე შემდეგ და აქ გვაქვს პრობლემა სწორედ და ამან ვიგვიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ ამ გამოწვევის შევეჭიდეთ და გადაწყვეტილება მივიღეთ იმისი, რომ პროფესიონალები გადაგვემზადებინა, წავედით იმ გზით, რომ მივმართეთ უნარების სააგენტოს, სამინისტროს, დავრეგისტრირდით როგორც ეკეში დავრეგისტრირდით როგორც განვახორციელებლები ცოდნის და ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ასე ვთქვათ სასწავლო დაწესებულება, სადაც აი ამ დარგის მემონტაჟეებს და ოპერირების და მოვლაპატრონების სპეციალისტებს ვამზადებთ. ეს იყო ჩვენი ძალიან მაგარ თემაზე გეგა საუბარი და აი მეხარია რომ ეს საუბარი შედგა დღეს. ბატონ ზაალ, რა მაინტერესებს? ერთია, ეხლა თქვენ გასაგებია რომ ბაზარზე დაინახეთ ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამანაც გიბიძგათ რეალურად რომ გადაგედგათ ეს ნაბიჯი, გადაგემზადებინათ, რეკვალიფიკაცია გაიგეთებინათ თანამშრომლების და კადრების, სხვადასხვა ბენეფიციარების ჩავაზუსტეთ აქვე, იმიტომ რომ ნებისმიერ შეუძლია გაიაროს გადამზადება ამ მიმართულებით. ნებისმიერ ასაკობრივ და მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ არ მომხდარიყო თვითონ ბაზრიდანაც შესაბამისი ფიდბექების წამოსვლა, თქვენ ალბათ ეს ბიზნესურად ლოგიკური ნაბიჯი არის, ალბათ ამ ნაბიჯსაც არ გადადგავთ. შესაბამისად, მე მინდა ახლა ტრენდზე გკითხოთ ზოგადად, რა მოთხოვნაც არის ბაზარზე. რამდენად გაიზარდა საქართველოს რეალობაში ეკო პასუხისმგებლიანი საწარმოების ფორმირება?
ეკოპასუხისმგებლიანს თქვენ ზუსტად მივხვდებით ეხლა რას ნიშნავს, მაგრამ მაღულებელს განუმარტავ რეალურად, ანუ პრინციპი, სადაც ამ შემთხვევაში გარემოსთვის მავნებელი სხვადასხვა ტიპის დანახარჯებზე waste-less-ზე აგებული პრინციპების ნაწილის მინიმიზაციას ემსახურება ეს ყველაფერი. რასაც ქვია, მაგალითად, განახლებადი ენერგია, ცირკულაცია, ეკოლოგიური კომპონენტების გამოყენება, აი ღუმელებზე მინდა მე ცალკე გკითხოთ კიდე, იმიტომ რომ ფანტასტიკური კონცეფტი არის ნამდვილად. აქედან გამომდინარე, ხა რაღაც ძალიან რო არ გამიგრძელდეს ჩემი კითხვაც, მე მაინტერესებს საქართველოში ტრენდი დღეს რავს კარნახობს და რამდენად გაზრდილია ეკოპასუხისმგებლობა კორპორატიული სექტორიდან. აი გიპასუხებთ, სად არის რესურსი მწვანე პროფესიონალის, სად არის ამისი საჭიროება? ამის საჭიროება არის ყველგან. ყველა მიმართ. ეს უნდა იცოდეს ვეკილმა, ექიმმა, ასე ვთქვათ, ინჟინერმა და ყველამ. ჩვენ ამას ვაკვირდებით დიდი ხანია საკმაოდ და ქონდა კიდევაც რამოდენიმე პროექტი, როდესაც ჩვენ სკოლებში დავდიოდით და ადამიანებს ბავშვებს განვიღებდით ინფორმაციას რა უნდა და რომ გამოსულიყო რა პროფესიონალი და შემდგომ ვცდილობდით მათთვის რომ გაგვემართა თავის პროფესიაში როგორი უნდა ყოფილიყო მწვანე მიდგომები. და თქვენ წარმოიდგინეთ მე თვითონ იმდენი ვისწავლე ამ პროცესში რომ დავინახე რომ პრაქტიკულად არ არსებობს პროფესია სადაც არ არის როდესაც გადავედი ამ პროფესიული მიმართულებით და დავიწყეთ უკვე ჩვენთვის ამ მწვანე პროფესიონალების მომზადება მესამე ნაკაცხებულობთ ეხლა ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ 17-ში გვაქვს ასე ვთქვათ დახურვა ნაკადის და 24-ში ვიწყებთ სწავლას. ანუ რა არის ჩვენ მომზადებთ ჰიბრიდული ენერგოცენტრალების ასე ვთქვათ მემონტაჟებს, რომელიც მზის, ქარის, ბიომასა, თურიტუმბო ყველა აი ამ უტილიზატორებს, აი ამ გენერირების საშუალებას ოპერირებს ერთად და აი ამ სისტემის ოპერატორები არიან ჩვენი მოვლაპატრონობის და ინსტალატორები არიან ჩვენი მე თავიდან მეგონა რომ მხოლოდ მივიღებდით სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულ მსმენელებს, რომლებიც დაინტერესებული იქნებოდნენ მონტაჟით. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე ჩვენ პრაქტიკულად 20 სტუდენტი გავატარეთ, 20 მსმენელი იყო ჩვენთან და 2 ნაკადი ასე ვთქვათ და ამ ნაკადის დროს გაიარა გადამზადება იურისტმა, გაიარა გადამზადება ჟურნალისტმა, გაიარა გადამზადება რა ვიცი, აი ექიმმა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმა და თქვენ წარმოიდგინეთ თავის დარგში შედგნენ მაგალითად ყავდა ჩვენ დარგის სპეციალისტი რომელიც დღეს ჩვენთან პედაგოგია და ასწავლის ხებს და ესენი არ არიან ადამიანები რომლებმაც თქვათ ისწავლეს იმიტომ რომ მემონტაჟები განხდება რა თქმა უნდა ესეთებიც არიან ყავს ჩვენ მაგალითად ერთი რომელიც დავიტოვეთ და ჩვენთან ინჟინერად მუშაობს და აპროექტებს ახლა სისტემებს ჩვეულებრივად ენერგეტიკული ფაკულტეტის სტუდენტი კურსდამთავრებული იყო, გაიარა ჩვენთან და დღეს არის ძალიან კარგი ინჟინერი, უცხოელი სპეციალისტები ასწავლიან ჩვენთან ერთად და მასთან ერთად დგას და უკვე ჩვენი ინჟინერი, თურქი ინჟინერი ყავს, რომელიც ამ მიმართულებას მიუყვება საწარმოოში და ამბობს, რომ უკვე ის შეძლებს მისთვის გადაბარებას, ასე ვთქვათ. ეს ჩვენი ძალიან დიდი წარმოება. ამავდროულად გაიარა ჟურნალისტმა ჩვენთან, რომელმაც დააფუძნა შემდგომ მწვანე ჟურნალისტიკის კონკურსი. წარმოგიდგენიათ რა ხდება და ჩვენ ეს თავიდან ასე არ წარმოგვიდგა, მაგრამ ბაზარმა უკვე თვითონ მიიღო გადაწყვეტილებები. იურისტმა გაიარა ესეთი გადამზადება და ამოსო 15-დან 20%-მდე გაზარდა მისი შემოსავლები, იმიტომ კლიენტები მოსდის ისეთი, სადაც ადვოკატირებას უკეთებს ამ მიმართულებას და ძალიან კმაყოფილია. აი ნახოთ ახლა ახლა გავედით როგორ ვაკეთებთ. ახლა გავდივართ უკვე მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალურ დონეებზე ვატარებთ უკვე ღია კარის დღეს, ახლა დუშეთში გვაქვს განსაზღვრული, ჩვენ დუშეთში ვოპერირებთ და აქედან დავიწყეთ, განსაზღვრული გვაქვს მცხეთაში, შემდგომ და თანდათან გვინდა კიდე გავაკეთეთ ესეთი რამე, რომ სხვა პროფესიულ სასწავლებლებთან, იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვოპერირებთ რეგიონებში, იმიტომ ვერ ვფარავთ რეგიონებში, ამიტომ ვაკეთებთ ესეთ რამეს, რომ ბლექსის, ბათუმში, ოპიზარს, ახალციხეში, ქუთაისში, ბერიას და კიდევ კახეთში, თელავში, კიდევ სხვა რამოდენიმე პროფესიულ სასწავლებელში დავიწყეთ მუშაობა, რომ TOPT გავატაროთ, ანუ ტრეინინგი გავატაროთ მათ პედაგოგებს და მათაც დანერგოთ თავისთან, იმიტომ რომ ეს ჩვენ ხო ბიზნესი ვარ, ჩვენ გვაინტერესებს პროფესიონალები, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და აქედან გამომდინარე ეს დისტრიბუციური ქსელიც აი ამ სასწავლო კომპონენტით იშლება და გამოდის ძალიან ასე ვთქვათ
ჭრელი და საინტერესო კომპონენტი. როცა გვეგონა ჩვენ რომ დავიწყებდით მუშაობას და ინსტალატორებს გავზდიდით, თქვენ წარმოიდგინეთ, ჟურნალისტი, იურისტი, ბუღალტერი, ფინანსისტი, რა ვიცი, ყველა გადის უკვე და ძალიან დიდი მოთხოვნა გვაქვს. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც ითხოვენ. ჩვენ უკვე გვაქვს იდეა რომ ახალი მიმართულება დავიწყოთ, იმიტომ ამ ჩვენმა კონტეინერების განთავსებამ რეგიონებში არა მოგცა იმისი მოთხოვნილება რომ პარალელურ რეჟიმში ვაწარმოოთ დრონების ოპერატორები გჭირდებოდა და ამიტომ დავიწყოთ გეოსაინფორმაციო მეთოდოლოგიით გარემოს დაცვითი რისკის შეფასების სპეციალისტის გამოშვება. ესეც გონია რომ იქნება ძალიან საინტერესო кейსი, გუშინ გავიარეთ ჩვენ უკვე პირველი შეხვედრა გქონდა იქესთან. ამაზე 1 წელიწად ნახევარია მუშაობთ ამ საკითხზე იაპონურ კოლეგებთან ერთად და ვფიქრობთ რომ აქაც იქნება ძალიან ფართო სპექტრი და აქაც გვექნება იმიტომ რომ გვაქვს ჩვენ ადრეული შეტყობინების სისტემები და არ აყავს იუზერები ასე ვთქვათ და აი მაგალითად რაც მოხდა შოუში რაც მოხდა ახლა იმაში გურიაში რომ ცოდნოდათ ადამიანებს ადგილობრივ დონეებზე მუნიციპალურ დონეებზე გამგებლებს სოფლისაც როგორ უნდა მოქცეულიყვნენ რა მაშინ ისინი კარგად წავიდნენ წინ აქედან გამომდინარე ეს პროფესიაც დარწმუნებული ვართ ჩვენ ბიზნესს წაადგება და გაშლის მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო. ანუ ეს кейსი ესე გამოვიდა, რომ წვიტავს პრობლემას ბიზნესისთვის და წვიტავს პრობლემას კიდევ საზოგადოებისთვის. საზოგადოებისთვის. ხო, და პრინციპში მივიღეთ ასეთი public private partnership-ი რა. ძალიან მაგარია. ეხლა აი მართლა ყურადღებით გისმენდით და მართლა ძალიან საინტერესო კონცეფტია. სხვათა შორის მე მინდა ახალზე გავუსვა ერთ ძალიან მნიშვნელოვან მოცემულობას, რომ როდესაც ჩვენ 2014 წელს DCFTA-ის მოვაწერეთ ხელი, აი ზუსტად ეს მიმართულებები, რაც თქვენ ახლა ჩამოთვალეთ, არის ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც. რეალურად რითიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეკოსისტემის ჰარმონიზება და დაახლოება მთლიანობაში ევროპასთან, იმიტომ რომ ეს პრაქტიკა დასავლეთში, დასავლეთის ეკონომიკებში ძალიან აქტიურად არის ინტეგრირებული, ძალიან აქტიურად არის გამოყენებული და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არიან და გაჩნდნენ ამ მიმართულებით ნამდვილი მედროშეები, რომლებიც და თქვენც ამის ძალიან კარგი მაგალითი ბრძანდებით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით არიან ჩართულები, იგივე ცნობიერების ამაღლების ნაწილში და ასე შემდეგ. მე მინდა აი უშუალოდ კიდევ ერთხელ ჩავიდეთ სიღრმეებში, 4 წუთი გვჭება დაახლოებით სასაუბროთ და კიდევ მინდა რომ აი სიღრმეებში ჩავიდეთ. ესე ვთქვათ, აი საკანონმდებლო პრეფერენციები დღეს, ხო? აი ხელშეწყობის კომპონენტები. რას გულისხმობ ხელშეწყობის კომპონენტში? საერთოდ ხა როცა საუბარი გვაქვს ბიზნესსა და მთავრობის ურთიერთობაზე, მე ასე მესახება, რომ თავარია არ იყოს ხელის შეშლა ეს არის თავარი ყველაზე დიდი ხელშეწყობა, როგორც იტყვიან ხოლმე. ხო, აქედან გამომდინარე, მე მაინტერესებს ცნობიერების ნაწილი ხა. ბიზნესის მოვალეობა, კი, ეს სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, მაგრამ ახლა ბიზნესის მოვალეობა ის არ არის, რომ იზრუნოს პირობითად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, არჩევანის საგანია რა. და კიდევ ერთხელ ვალდებულება ეს არის, ეს სოციალური პასუხისმგებლობა არის. აი, ცნობიერების ნაწილში ადგილობრივი მუნიციპალიტეტები გეხმარებიან თუ არა მაგალითად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არიან თუ არა ჩართულები მაგალითად რომ იგივე თუნდაც საზოგადოებაში გახდეს უფრო აღქმადი და მარტივად გასაგები ის ყველაფერი რასაც თქვენ აკეთებთ რაც მე საბოლოო ჯამში გაზდის ბაზრის სტრუქტურას და მეორე ნაწილში ბენეფიციარების რაოდენობასაც იმიტომ რომ პირობითად შეიძლება მარტო იურისტი, ბუღალტერი, ფინანსისტი, ჟურნალისტი კი არ იყოს ჩართული პირობითად ხო ანუ მაგალითად დაინტერესდეს ფერმერი რომელიმე რეგიონიდან და იგივე თავის საწარმოში დაამკვიდროს ეკომეგობრული პრინციპები. ხო, აი, ამ ნაწილში, აი, ცნობიერების ნაწილში სად ვართ? მე ვიტყვი დახმარების თაობაზე. მე ვწერს, რომ ჩვენი კურსი სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ. ძალიან მაგარია. ხო, პირველი დავიწყებ ეს არის პირველი დახმარება და უდიდესი ბენეფიტი ჩვენთვის, რომ ჩვენ სრულად 100%-ით ჩვენი სასწავლო პირველი ორი ნაკადი და რომელი პროგრამის მხრიდან მოხდა პროფესიული უნარების სააგენტო ძალიან მაგარია მთლიანად ჩვენ კურს და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ბენეფიტი იმიტომ რომ არა ეს ჩვენ პრაქტიკულად გაგვიჭირდებოდა სმენელების მოზიდვა შემდგომი რაც შეეხება ახლა მუნიციპალურ დონეებზე ჩვენ რას ვაკეთებთ მუნიციპალურ დონეებზე ჩვენ ვითხოვთ მუნიციპალიტეტებისთან და არ მახსენდება
ორი მუნიციპალიტეტთან ქონდა ურთიერთობა დუშეთის და მცხეთის მუნიციპალიტეტებთან და ბორჯომის მუნიციპალიტეტში თანამშრომლობთ კიდე და ჩვენ არ ქონია ჯერ აი სამ მუნიციპალიტეტში მივედით. ჩვენ დავაკაკუნეთ, გავაღეთ კარი, შევედით, ასეთი პრინციპით იყო და არ დაგხვედრია ჯერ ისეთი მიდგომა, რომ ვიღაცას ეთქვათ, იცი რა არ არის საინტერესო, ინტერესოა ყველგან ძალიან კი, იმით იღებულობენ. ახლა საზოგადოებაც საკმაოდ ისეთი აქტიურა და ბიზნესს. რაც შეეხება ფართო სპექტრს, რა თქმა უნდა, ეს ყველასთვის საინტერესოა. ენერგოდანახარჯების შემცირება, ენერგოეფექტიანობა, მწვანე ეკონომიკა, ცირკულარულ პრინციპებზე გადასვლა, ეს გვინდა, არ გვინდა ჩვენ ყველა ამის ეს არ არის რაიმე ახალი. ეს არის ცხოვრების წესი. ამ ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ ადამიანება. თუ გინდა რომ სწორად და წინიარო რა. კი ბატონო, ბატონო ზალ, აი ძალიან საინტერესო მოსაუბრები ძანდებით. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო დიალოგისთვის. მე მჯერა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სხვადასხვა ფორმატების სტუმარი იქნებით და დეტალურად მიმოვიხილავთ კიდევ იმ თემებს, რაც თუნდაც ვერ მოვასწარით დღევანდელ საუბარში. წარმატებულ პოზიტიურ დღეს გისურვებთ, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.